კატის და ძაღლის ბეწვიდან ექინოკოკის გადადების ალბათობა რამდენად დიდია. ახლა კარგად მოусმინეთ თითოეულ ჩემს სიტყვას, რადგან ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით. პირველ რიგში, თუ ცხოველი პარაზიტებზე სრულფასოვნად დამუშავებული ყავთ და იკვებება მხოლოდ ხარისხიანი მშრალი საკვებით, საფრთხე ფაქტობრივად არ გემუქრებათ. თუ არასრულფასოვნად დამუშავებული ან საერთოდ არ არის, თავისთავად არც ისაა დაცული და არც თქვენ. რა ხდება მაშინ, როცა სრული პასუხისმგებლობით ვაძლევთ ძაღლს ჭყის წამალს, მაგრამ მხოლოდ მშრალ კვებაზე არ ყვავს. ამ შემთხვევაში შიდა პარაზიტებზე დამუშავება უნდა ჩაუტაროთ აუცილებლად თვეში ერთხელ. როცა სამ თვეში ერთხელაც საკმარისი იქნებოდა მხოლოდ მშრალი საკვებით რომ იკვებებოდეს. განსაკუთრებით ეს ეხებათ იმ ძაღლებს და კატებს, რომელთა კვების რაციონშიც პატრონი აქტიურად რთავს ხორცს. და რა ხდება ქუჩის ძაღლების შემთხვევაში? კარგი არაფერი. მათი მოფერების შემდეგ სასწრაფოდ უნდა დავიბანოთ ხელები და დავიცვათ ჰიგიენის ნორმები. რათა დაცული ვიყოთ. აქვე კიდევ ერთ ვიტყვი. ექინოკოკის წყაროა ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთი თუ არ ვიცავთ სისუფთავეს. ასე რომ მხოლოდ ბეწვიან მეგობრებს ნუ დავაბრალებთ ამ საშინელი პარაზიტის მატარებლობას.